დღეს ჯეიმს კლირის მსოფლიო ბესტსელერის ატომური ჩვევების მთავარ იდეებს შევღრმავდებით. ეს არის ერთგვარი გზამკვლევი, თუ როგორ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო ყოველდღიური ნაბიჯებით. მოდი დავიწყოთ. აბა, გაიხსენეთ, ოდისმე დაგისახავთ საახალწლო მიზნები და სულ რამდენიმე კვირაში ხელი ჩაგიქნევიათ. ნამდვილად მარტო არ ხართ. ხშირად ჩვენ ვცდილობთ რაღაც გრანდიოზულ რადიკალურ ცვლილებებს, რომლებიც ძალიან მალე გვბიტავს. მაგრამ რა მოხდება თუ წარმატების ნამდვილი საიდუმლო არა გიგანტურ ნახტომებში, არამედ მიკროსკოპულ თითქმის შეუმჩნევლ ნაბიჯებშია. წიგნის მთავარი იდეა, რომელიც ყველაფერს საფუძვლად უდევს, გენიალურად მარტივია. ეს არის მცირე, მაგრამ თანმიმდევრული გაუმჯობესების უზარმაზარი ძალა, რომელიც დროთა განმავლობაში თოვლის გუნდასავით იზრდება და საბოლოოდ ყველაფერს ცვლის. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ყოველდღე მხოლოდ 1%-ით უმჯობესდებით. ერთი შეხედვით ეს ცვლილება იმდენად მცირეა, რომ თითქმის შეუმჩნეველია, მაგრამ სწორედ ამ შეუმჩნევლობაში იმალება ნამდვილი ძალა. და რა ხდება 1 წლის შემდეგ? შედეგი უბრალოდ შოკის მომგრეველია. თუ ამ 1%-იან გაუმჯობესებას 1 წლის განმავლობაში შეინარჩუნებთ, წლის ბოლოს თქვენ 37-ჯერ უკეთესი იქნებით, ვიდრე დასაწყისში იყავით. ეს არის 5%-ის მაგია, რომელიც უკვე თქვენს სასარგებლოდ მუშაობს. ეს ციტატა ჩემი აზრით ყველაფერს ამბობს. ყოველი დღე, ყოველი ჩვენი პატარა არჩევანი განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ხო და კითხვა ასეთია. დრო თქვენს მოკავშირედ გინდათ აქციოთ თუ თქვენს მტრად? კარგი, მათემატიკა გასაგებია, მაგრამ ამ ციფრების უკან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი იდეა დგას. კლირი ამტკიცებს, რომ ხანგრძლივი პროგრესისთვის ჩვენი ფოკუსი რადიკალურად უნდა შევცვალოთ. მაგალითად მიზანია მარათონის გაშვება. ეს გვაძლევს მიმართულებას. მაგრამ სისტემა არის თქვენი ყოველდღიური სირბილის გრაფიკი, თქვენი კვების რეჟიმი. სწორედ ეს სისტემა მიგიყვანს ფინიშამდე და არა თავად მიზანი. და იცით რა არის ყველაზე საინტერესო? გამარჯვებულებსაც და დამარცხებულებსაც ხშირად ერთი და იგივე მიზანი აქვთ, განსხვავება მათ სისტემებშია. და მივადექით წიგნის ალბათ ყველაზე ღრმა და მნიშვნელოვანი იდეას. ხანგრძლივი ცვლილება იწყება არა იმით, რას აკეთებ, არამედ იმით, თუ ვინ გინდა რომ იყო. ანუ მიზანი არ არის უბრალოდ წიგნის წაკითხვა, არამედ გახდე მკითხველი. იმის მაგივრად რომ თქვა, ვცდილობ ვივარჯიშო, შენ შინაგანად უნდა გჯეროდეს, რომ მე ვარ ის ადამიანი, ვინც ვარჯიშობს. ეს უკვე ცვლის ყველაფერს. დაფიქრდით აბა, ყოველი ვარჯიში, ყოველი წაკითხული გვერდი, ყოველი ჯანსაღი ლუკმა, ეს არის პატარა გამარჯვება და ხმის მიცემა თქვენი ახალი სასურველი იდენტობისთვის. დროთა განმავლობაში ეს ხმები გროვდება და თქვენი იდენტობა ნელ-ნელა მყარდება. კარგი, ეს ყველაფერი თეორიულად ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ პრაქტიკულად როგორ გავაკეთოთ? აქ კლირი გვთავაზობს ძალიან მაგარ 4 კანონზე დაფუძნებულ სისტემას. ეს 4 კანონი არის ჩვენი საგზაო რუკა კარგი ჩვევების შესაქმნელად. მოდით თითოეული მათგანი სწრაფად განვიხილოთ. პირველი კანონი გვეუბნება, რომ ჩვევა უნდა გავხადოთ თვალსაჩინო. იცით, ჩვენი ქცევა ხშირად ჩვენს გარემოზეა დამოკიდებული და არა რაღაც რკინის ნებისყოფაზე. ამის ორი მაგარი გზაა. პირველი, ჩვევების დაწყვილება. მაგალითად, დილით ყავის მოდუღების შემდეგ 1 წუთით ვიმედიტირებ. მეორე კი გარემოს დიზაინია. გინდათ მეტი წყალი დალიოთ, დადგით ბოთლები ყველგან თვალსაჩინო ადგილას. გახადეთ კარგი ჩვევა თქვენი გარემოს გარდაუვალ ნაწილად. მეორე კანონი კი мотивაციას ეხება. ჩვევა უნდა გახდეს მიმზიდველი. ჩვენი ტვინი ხომ ისეა მოწყობილი, რომ მიმეორებს იმას, რაც სიამოვნებას ანიჭებს. ამიტომ დააკავშირეთ ის, რაც უნდა გააკეთოთ, იმასთან, რაც გინდათ რომ გააკეთოთ. მაგალითად, თქვენ საყვარელ სერიალს უყურეთ მხოლოდ სარბენ ბილიგზე ვარჯიშისას. ან შეუერთდით ჯგუფს, სადაც თქვენი სასურველი ქცევა ნორმაა. სოციალური გარემო ხომ უძლიერესი мотивატორია. მოდი ვაღიაროთ. ადამიანებს გვიყვარს მარტივი გზების ძიება. მესამე კანონი სწორედ ამას იყენებს ჩვენს სასარგებლოდ. ჩვევა უნდა გახდეს ძალიან მარტივი. ნუ დაიწყებთ დღეში 60 წუთიანი ვარჯიშით. დაიწყეთ სავარჯიშო ტანსაცმლის ჩაცმით. ან წიგნის კითხვის ნაცვლად მიზანი იყოს 1 გვერდის წაკითხვა. მთავარია პროცესში გამოცხადება გექცეთ ჩვევად. დახვეწას მერეც მოასწრებთ. და ბოლოს, მეოთხე კანონი, რომელიც მთელ ამ ციკლს კრავს. ჩვევა უნდა იყოს დამაკმაყოფილებელი. საქმე ისაა, რომ ჩვენი ტვინი იმეორებს იმ ქცევას, რომელსაც მყისიერი ჯილდო მოხვება. ამიტომ გამოიყენეთ ჩვევების ტრეკერი, რომ ვიზუალურად დაინახოთ თქვენი პროგრესი. უწყვეტი ჯაჭვის შენარჩუნება თავისთავად ძალიან დიდი ჯილდოა. და დაიმახსოვრეთ ოქროს წესი. შეიძლება 1 დღე გამოტოვოთ, მაგრამ არასდროს გამოტოვოთ 2 დღე ზედისედ. კარგი, გავიგეთ როგორ შევქნათ კარგი ჩვევები, მაგრამ რა ვქნათ ცუდ ჩვევებთან? საბედნიეროდ სისტემა აქაც მუშაობს, უბრალოდ შებრუნებულად. ანუ ცუდი ჩვევის მოსაშორებლად ამ 4-ვე კანონს ვაბრუნებთ. ვაკეთებთ ყველაფერს პირიქით. გახადეთ ის უხილავი, არამიმზიდველი, რთული და არადამაკმაყოფილებელი.
მაგალითად, თუ გინდათ ნაკლები დრო გაატაროთ სოციალურ ქსელებში, წაშალეთ აპლიკაციები ტელეფონიდან. ამით თქვენ ქმნით წინაღობას, რომელიც ამ ცუდ ჩვევას არახელსახელს ხდის. კარგი, ჩვევა დავიწყეთ. ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ როგორ შევინარჩუნოთ ის თვეების და წლების მერეც, როცა ის პირველადი ენთუზიაზმი სადღაც გაქრება? და აი აქ არის ალბათ ყველაზე მოულოდნელი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი აზრი. იცით რა არის წარმატების ყველაზე დიდი მტერი? არა წარუმატებლობა, არამედ მოწყენილობა. ნებისმიერი ჩვევა, რაც არ უნდა საინტერესო იყოს თავიდან, დროთა განმავლობაში რუტინული და მოსაწყენი ხდება. სწორედ ეს არის კრიტიკული მომენტი. და სწორედ აქ იკვეთება განსხვავება მოყვარულებსა და პროფესიონალებს შორის. მოყვარულები ჩერდებიან, როდესაც პროცესი მოსაწყენი ხდება. პროფესიონალები კი, ისინი უბრალოდ აგრძელებენ, იცავენ გრაფიკს, მაშინაც კი როცა ეს დამღლელია, მონოტონურია, ან უბრალოდ აღარ არის ისეთი საინტერესო. და აი, ამ ყველაფერს ჯეიმს კლირი აჯამებს ერთ ჩემი აზრით გენიალურ წინადადებაში, რომელიც მთელ მის ფილოსოფიას იტევს. თქვენი ყოველდღიური სისტემები განსაზღვრავს თქვენი წარმატების ზღვარს და არა თქვენი ამბიციური მიზნები. საბოლოო ჯამში ყველაფერი იწყება ერთი სულ პაწაწინა ნაბიჯით, ერთი გვერდის საკითხვით, ერთი წუთი მედიტაციით, ერთი ჭიქა წყლის დალევით. ხო და ახლა თქვენ დაფიქრდით, რა არის ის ერთი პატარა 1%-იანი გაუმჯობესება, რომლის გაკეთებაც შეგიძლიათ დღესვე, ახლავე, თქვენი უკეთესი მომავლისთვის?